პატიმარი, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში კლინიკა ვივამედში მკურნალობდნენ, გარდაიცვალა. 46 წლის იოსებ გორგაძე საპატიმროდან ვივამედში იანვარში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის კომაში იყო. ოჯახის წევრებს კლინიკიდან წუხელში ატყობინეს, რომ პატიმარი გარდაიცვალა დაზიანებებით, რომლებითაც გლდანის ციხიდან გადაიყვანეს. ოჯახი და ადვოკატი ამბობენ, რომ გორგაძე საპატიმროში სასტიკად სცემეს. მათი ინფორმაციით პატიმარს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი და დაახლოებით 30-მდე მოტეხილობა და ტვინის შეშუპება ჰქონდა. ამ დაზიანებების მიუხედავად ადვოკატის ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო. პატიმრის ცემის ფაქტს უარყოფდა კლინიკა ვივამედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე, ადასტურებდა, რომ მის მართვით სუნთქვაზე იყო, თუმცა დეტალურად მისი გადაყვანის დღის მდგომარეობაზე არ საუბრობდა. სამწუხაროდ გუშინ საღამოს ჩემი დასწრების ჯგუფი გარდაიცვალა დაახლოებით 10 საათისკენ შეგვატყობინეს ოჯახს და გამოძიება მიმდინარეობს ფაქტთან დაკავშირებით უკვე 3 თვეზე მეტია, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი შედეგი დამდგარი არ არის. არავისთვის ბრალი არ დაუყენებიათ, არავინ არ არის დაკავებული. ნომერ მერვე დაწესებულებამ ფორმაში მიუთითა, რომ ის ინსულტის ნიშნებით იქნა შეყვანილი ვივამედის კლინიკაში, თუმცა ვივამედის კლინიკამ დაადასტურა, რომ არანაირი ინსულტი არ ჰქონდა, მას ჰქონდა თავის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები. საუბარია დაახლოებით 30 მოტეხილობას და ბუნებრივია, რომ ეს ფიზიკური ძალადობის გარეშე წარმოუდგენელია, რომ მომხდარიყო. ჩვენთან შემოსული არის 23.01 პაციენტი. ჩვენ პირველადი დიაგნოზიც იყო ის, რაც იყო რეალურად, ეს არის მრავლობითი დაზიანება, პოლიტრავმა, თავისუფლი დაზიანებით და ჩაუტარდა მას აუცილებელი საჭირო მკურნალობა, სამკურნალო ღონისძიებები,